მოგესალმებით ჩემო ჯგუფებო. შეგახსენებთ რომ ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. მოკლედ 10 დღიანი პაუზა ავიღე მქონდა შეუძლება ჩემი საქმეების მოსაგვარებლად არ მომასვენეთ. ნამდვილად არ მეგონა თუ ამხელა ინტერესი ქონდა ჩემს არხს, ჩემს ტაროს, ჩემს კონსულტაციებს, თუ ამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის. უღმესი მადლობა ამისთვის. უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ მეც ადამიანი ვარ, მეც ჩემი საქმე მაქვს, მეც ოჯახი მყავს, მეც ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს მოსაგვარებელი. მაპატიეთ ხოლმე ესეთი პაუზები წელიწადში ერთხელ, ხო შეიძლება ორი კვირა საკუთარი თავისთვის ავიღო. მოკლედ ეს მცირე შესავალი, ნახოთ ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, წარმოთქვით მისი სახელი და გვარი, შეგახსენებთ რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არეზონირდება. ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და გაოცებული ვარ ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც 140,000 ნახვა აქვს ვიდეოს, როგორ შეიძლება ყველაზე ერთნაირად რეზონირდებოდეს, მე მგონი ლოგიკურია და ამას თქვენს ხვდებით, ამიტომ უბრალოდ საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ. ვიღაცასთან რეზონირდება, ვიღაცასთან შეიძლება საერთოდ არ რეზონირდებოდეს, მეგობრებო, ეს ნორმალური მომენტია, ამიტომ არ გაგიკვირდეთ. ეს ხომ საჯაროა, ეს არ არის პირადი კონსულტაცია. მოდი ვნახოთ ახლა ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რა ენერგიებშია და ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ნახოთ, რას აპირებს საერთოდ. დავიწყიდოთ. ნახოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. შვიდობა არ აქვს, მე მგონი. აქ არის რაღაცა საკითხები, რომელიც ნახეთ ტკივილის მომტანია. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობების დამთავრება, ეს შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის, მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვა ცხოვრებაში, შესაძლებელია ვიღაცის ძალიან მძიმე ავადმყოფობაც, აქ მრავალფეროვანი ტკივილის ენერგია შემიძლია განვიხილო. რაღაცა სრულდება ადამიანის ცხოვრებაში. ოღონდ მტკივნეული დასასრულია. საინტერესოა. კარგი, კიდე რა ენერგიებშია? საკმაოდ დიდი ხანია ერთი და იგივე წელზე ტრიალებს ეს ვეშბატონი, კიდე შემიძლია გავაკეთო ამ ერთი არკანით კომენტარის, რომ შესაძლებელია ორსკამიანი იყოს, ანუ ორ ურთიერთობაზე იწევდეს. შესაძლებელია თქვენ ხართ ოჯახი და სხვა პარტნიორი ყავს, ან პირიქით, იმიტომ რომ ორსკამზე მოკალათებას ცდილობთ, კი ბატონო. დიდი ალბათობით აქ ბევრ თქვენთაგანთან ყველასთან არასაკურველია შესაძლებელია დაოჯახებული იყოს, ამიტომ ოჯახის არკანიც კიდეც მეგობრებო, იმდენად სწრაფად განვითარდა მის ცხოვრებაში რაღაცაები და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ თავისივე ტყუილების და манипуляციების მსხვერპლი აღმოჩნდა და ეხლა იმდენად აგრესიულ ენერგიებშია და კონფლიქტურ ენერგიებშია, შესაძლებელია საკუთარ თავთანაც კონდეს კონფლიქტი, შესაძლებელია იმ გარემოცვაში, სადაც ეხლა იმყოფება, მათ შორის ოჯახი თუ აქვს იქაც რაღაცა ძალიან აგრესიული ენერგიებია, მტკივნეული ენერგიებია მეგობრებო. იმიტომ რომ აქ რაღაცა ძალიან დიდ ტყუილში დაიჭირეს, შესაძლებელია ტყუილს აეხადა ფარდა, ისევ манипуляციებით, ისევ ტყუილებით მივიდა ამ შედეგამდე ზუსტად. არ გამოვრიცხავ ის ტკივილის ენერგია, რომელიც ამოვიდა პირველივე არკანიდან, ზუსტად აი თავისი манипуляციების შედეგი იყოს და თავისივე ტყუილების შედეგი იყოს. კარგი, მოდი ვნახოთ ესეთი რაღაცა, რას ფიქრობს თქვენზე საერთოდ? ფიქრობს თუ არა და რას ფიქრობს საერთოდ? ფიქრობს საერთოდ? კი, ფიქრობს. ნამდვილად ფიქრობს, მაგრამ თქვენ მას გული ატკინეთ. აქ მესამე პირების ჩარევა მოხდა დიდი ალბათობით ურთიერთობებში. ნახეთ, ეხლა შესაძლებელია გატრიალებულია ურთიერთობიდან ან რაღაცა გაღრმავებული პაუზაც იყოს, იმიტომ რომ მეგობრებო აქ მესამე პირების ჩარევა მოხდა, რამაც ძალიან დიდი ტკივილის ენერგია გამოიწვია, მათ შორის თქვენთვისაც. იმიტომ რომ ის გვერდით იმპერატრიცა ბევრ თქვენთაგანთან შესაძლებელია მისი მეუღლე იყოს, იმიტომ რომ იმპერატრიცა მეუღლეს და შვილების დედას აღნიშნავს. დიდი ალბათობით ვისთანაც არ არის უბრალოდ სხვა პარტნიორი, შეიძლება იყოს მისი დედა სხვათა შორის. ამიტომ ჩემო ჯგუფებო რაღაცა სიტუაცია მოხდა ისეთი საკმაოდ მტკივნეული. გატრიალებული კი არის, მაგრამ მაინც გეგმავს თქვენამდე მოსასვლელ გზას, ნამდვილად გეგმავს. ნახეთ, თქვი და ამოვიყიდეს, თქვენთან შეხვედრა უნდა, თქვენთან საუბარი უნდა, თქვენი ემოციები აკლია. ის აბსოლუტურ სიღარიბეშია ეხლა ემოციების თვალსაზრისით გამოკეტილია რაღაცა თავის სამყაროში და ძალიან ღრმად მოწოლილი ფიქრები აქვს. თქვი და ფიქრების და ილუზიების არკანი ამოვიღე, ხანდახან მგონია ხოლმე ვიცი რა უნდა ამოვიღო. მართლა ოღონდ არ ხუმრობ ამას. შანსი უნდა მეგობრებო, ნამდვილად და უნდა რომ გადმოდგას და ის ერთი თითქოს ნახეთ როგორი რაღაცა სამყაროს განაც ელოდება იმ შანსს რომ გადმოდგას თქვენსკენ აბიჯი და მოითხოვოს ამ ურთიერთობის აღდგენა ან რაღაცის დალაგება, თითქოს თავიდან დაწყება, იმიტომ რომ აქ ძალიან გაღრმავებული ემოციების ფონი აქვს როგორც ჩანს თქვენთან. კარგი, გრძნობები რა კი ესე წამიყვანე, გრძნობები რა არის?
გრძნობები რა გაქვს? გრძნობები ვფიქრობ, რომ კუდიანი ქალი ხართ, ვფიქრობ, რომ თქვენ მასზე ახდენთ ძალიან დიდ თქვენ გაქვთ მასზე ძალიან დიდი ძალაუფლება. ნახეთ, გრძნობებში ამოსთვის ეს იმდენად ძლიერი ხართ, იმდენად შეგიძლიათ მისი კიცრის მოიგრეხვა, რომ აი არ ვიცი. ამიტომ ეხა ემოციების თვალსაზრისით ცოტა მძიმე ენერგიებშია. ნახეთ, ეს ტვირთად დააწვა ეს ემოციები, თავისივე სიყვარული თუ ემოციები. მაგრამ შანს გარდაუვალია მაინც მოითხოვს ბევრ თქვენთაგანთან, ამიტომ დაელოდეთ მის ნაბიჯებს. ფიქრობს, რომ კუდიანი ხართ, ფიქრობს, რომ ძალიან დიდი ენერგიის მატარებლები ხართ, მასზე ახდენთ ზემოქმედებებს, შესაძლებელია მაგიურ ზემოქმედებებს, ფიქრობს, რომ უკეთებთ რამეს, იმიტომ რომ რეალურად ის თქვენი ძალის წინააღმდეგ ვერ მიდის. ამიტომ აი ესეთი ემოციები და ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით და მაინც მოდი ვკითხოთ ესეთი რაღაცა. რას აპირებ უახლოეს პერიოდში? რას აპირებ უახლოეს პერიოდში? რას აპირებს ნახოთ? აი რას აპირებს? მორბის, კი არ მოდის? მორბის. აუცილებლად გამოვა აი ამ მთვარის ენერგიებიდან, გაურკვეველი სიტუაციებიდან, ბურუსული სიტუაციებიდან, ბევრი კითხვის ნიშნებიდან, სადაც პასუხები არ არსებობს, უმოქმედობიდან, აი ამ დეპრესიული ფონიდან, ამ ძალიან ესეთი დაბალი ვიბრაციებიდან, საკუთარ თავთან სერიოზული კონფლიქტები აქვს ამ ადამიანს, მათ შორის შესაძლებელია თქვენთანაც იყოს. ეს ერთგვარი კარმაა მისი, ამიტომ ამ ენერგიებიდან აუცილებლად უნდა გამოვიდეს. რას აპირებს? რას აპირებს? თქვენი რესურსები ჭირდება, მათ ხორად არის თქვენი რესურსების ქცეული, თქვენ ხართ ასების დედოფალი, იმისთვის ემოციები ცავსე ქალბატონი, რომელიც ნახეთ, აი ამ ემოციებს თუ აი ამ სექსუალურ ენერგიას, ასაც თქვენ მას თავაზობთ ურთიერთობაში ვერსად ვერ იღებს. ანუ ეს რესურსები, რომელსაც აძლევდით მას ყველაზე მეტად ჭირდება. ეხა, ამიტომ მზად არის, რომ აი ეს გადალახოს რაღაცა თუნდაც ეს კარმული გაკვეთილები, თუნდაც ეს გაურკვეველი სიტუაციები, კონფლიქტური ენერგიები გადალახოს და თქვენამდე გზა გამოიაროს. არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლებელია მართლა არსებობდეს გზა თქვენამდე მოსასვლელი, ეს შეიძლება იყოს 10 კილომეტრი, შეიძლება 10,000, შესაძლებელია უბრალოდ ორი გაჩერებაც. რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტი ერთია, რომ ის მოქმედებისთვის მზად არის და აპირებს კიდეც გადმოდგას. კარგი, ეს გავიგეთ, რომ ამას ფიქრობ, მაგრამ რეალურად იმოქმედებ? იმოქმედებს, სიშორე შესაძლებელია იყოს ბევრ თქვენთაგანთან, ნახეთ, შესაძლებელია ფარგლებს გარეთაც, იმიტომ რომ აქ არის ისეთი არკანებით, რომ ყველგან არა რასაკვირველია, შესაძლებელია საზღვარი ჰქონდეს გადმოსაკვეთი, ამიტომ არჩევანის წინაშე დადგება უახლოეს ორ პერიოდში, შეიძლება იყოს 2 დღე, 2 კვირა იყოს, შესაძლებელია 2 თვეც იყოს, მეგობრებო. უახლოეს პერიოდში ამ გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად მოუწევს, თუმცა ცოტა ხანი მოწდა მოგიწევთ. რეალურად თუ იქ სადაც ეხლა ჩამოკიდებული სიტუაცია და საერთოდ არ ჩარს პარტნიორი, გეტყვით იმასაც, რომ უახლოეს პერიოდში, მაგალითად 8-იანი ამოდის, შეიძლება 8 რიცხვი იყოს, 8 დღე იყოს, მისგან რაღაცა შეტყობინება უნდა მიიღოთ, მისგან მასთან უნდა შედგეს სატელეფონო საუბარი, ინტერნეტ სივრცეა, მოკლედ, სადაც უნდა მოხდეს კომუნიკაცია. არ არის ეს ადამიანი მზად გაგიშვას. ნახეთ, როგორ ყავხართ ჩახუტებული ეგოიზმი აქ ჩართული, ეს არის ჩემი, ეს ქალი ჩემი, ეს ურთიერთობა ჩემია და მე არ ვაპირებ ამის დათმობას. განსაკუთრებით იმაზე ფიქრ, რომ შესაძლებელია თქვენს გვერდით სხვა კაცი არსებობდეს, ჭკუიდან შლის. ამიტომ მზად არის ეს ადამიანი იმოქმედოს ნამდვილად. ნახეთ, მეგობრებო, აქ უფრო მე-6 თვეა ვფიქრობ, აქ ნელ-ნელა ბევრ თქვენთაგანთან, ყველასთან არა კიდევ მეორე, ბევრ თქვენთაგანთან ურთიერთობების გადალაგება უნდა მოხდეს, როლების გადალაგება უნდა მოხდეს, ის მზად იქნება რეალურად იმოქმედოს იმისთვის, რომ ურთიერთობაში რაღაცა შეიცვალოს, იმიტომ რომ თქვენი რესურსების გარეშე ის უბრალოდ ძალიან დიდ სიღარიბეშია. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო ძრფესებო, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.